გამარჯობა. ახლა გავაგრძელოთ ის საკითხი მიწის ნაკვეთის აღიარების უარი რეესტრიდან როგორ შეიძლება საჩვენოდ შემოატრიალოთ. აუცილებლად უნდა მოვინიშნოთ ვადა 30 დღიანი წარმოებაში როგორც ჩაეშვება რეესტრის ჩვენ მოგვივა SMS-ები, SMS შეტყობინებები ხოლმე ტელეფონზე. ეგეც რომ არა მეგირჩევდით რომ ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში მაინც გადახედოთ რა ხდება თქვენ საქმეზე. იმიტომ რომ როდესაც უარს მიიღებთ და რეესტრი გამოაქვეყნებს ამ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას, ეს გამოქვეყნება ჩაითვლება ოფიციალურ ჩაბარებად, რომლიდანაც 30 დღიანი ვადის ათვლა დაიწყება, იმისათვის რომ გაასაჩივროთ ჯერადად რეესტრში, სადაც უმეტეს შემთხვევაში ძალაში ირჩება ხოლმე გადაწყვეტილება და ამის შემდგომ უკვე სასამართლოში. რატომ უნდა გავასაჩივროთ აუცილებლად ყველა შემთხვევაში რეესტრის გადაწყვეტილება სასამართლოში. აქ ცოტა სამართლებრივ ჭრილთან ერთად მოდი ცოტა ზოგადად რაც არის რეალობაში ეგ საკითხები რომ განვიხილოთ და ესე პატარა ინფორმაციას მოგაწვით რა შეიძლება იყოს იმ ოპტიმიზმის საფუძველი, რატომ შეიძლება სასამართლომ დაგვიკმაყოფილოს და რეესტრმა უარი გითხრას მაშინ, როდესაც ორივე თითქოს სახელმწიფოა და ორივე შემთხვევაში თითქოს იურისტები განიხილავენ საკითხს. პირველ რიგში ეს მინდა ვთქვა, რომ ხშირად რეესტრი, როდესაც უარს გვეუბნება მიწის ნაკვეთის აღიარებაზე, ძალიან ხშირად არის სამართლიანი. მოდი შევთანხმდეთ ყველა იმაზე, რომ არიან მოქალაქეები, რომლებიც ხან ტყეს აიზომავენ, ხან სანაპიროს, ხან მდინარეს გზას და მოკლედ თუ კი სადმე რაღაცის აზომვად, მოზომვა და ჩამოჭრა შეიძლება თითქოს ტორტის ნაჭერი იყოს, არაფერზე უკან არ იხევენ. უარია სათქმელი, აუცილებლად უარი უნდა ეთქვას და არა მხოლოდ რეესტრისგან სასამართლომაც, რა თქმა უნდა, უარს ეთქვის, ეს გასაგებია და ცალკე საკითხია. ახლა რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც საფუძველი გააქვთ, მაგრამ რეესტრი გეუბნებათ უარს. აი აქ ცოტა უნდა გავცდეთ კონკრეტულად რეგისტრაციების მოცემულობას და უნდა შევიდეთ თვითონ საჯარო რეესტრის მოწყობასა და სასამართლოს მოწყობას შორის განსხვავებების განხილვაში. ვინ არის ადამიანი, ვინც საჯარო რეესტრის წარმოების ფარგლებში გვიღიარებს ან არ გვიღიარებს მიწის ნაკვეთს. ესენი არიან იურისტები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან თავისი საქმე, არიან პროფესიონალები, არიან მაღალკვალიფიციური იურისტები, გადიან დღეში უამრავ საქმეს, მუშაობენ პირნათლად სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის. მაგრამ საჯარო რეესტრის რიგითი თანამშრომელი არ სარგებლობს იმ პრივილეგიებით, რითაც სარგებლობს სასამართლო. რას ნიშნავს ახლა ეს? საჯარო რეესტრის რეგისტრატორმა რომ ერთმნიშვნელოვნად მიიღოს გადაწყვეტილება იმაზე, რომ მიწის ნაკვეთი აღიაროს, ხვალდაზე თქვენ რომ მომჩივანი გამოგიჩნდეთ, რომელიც ამ ეტაპზე წარმოების ფარგლებში არსად არ ჩანს, არსად არ ფიგურირებს, საჯარო რეესტრის თანამშრომელმა შესაძლოა შეექმნეს მათ შორის სამართლებრივი პრობლემები. არა მხოლოდ თვითონ სამსახურში, არამედ ახლა თვითონ სამსახურში რა ხდება, როგორ არ ვიცი, მაგრამ სამსახურის გარეთ, გულისხმობ პროკურატურას. შესაძლოა დაინტერესდეს კიდეც აი ამ რეგისტრატორის მიერ განხორციელებული რეგისტრაციებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველაფერი კარგად გქონდეს გამოკვლეული და იდეალურად, ალბათ შევთანხმდებით ყველა იმაზე, რომ პროკურატურის მხრიდან ზედმეტი ინტერესი და შეკითხვებზე პასუხის გაცემა ალბათ არავის არ გვენდომება. ამიტომ თუ მე ვფიქრობ, თუ რაღაც ხელჩასაჭიდი ექნება საჯარო რეესტრის თანამშრომელს, რომ უარი გითხრათ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, ის აუცილებლად გამოიყენებს აი ამ ხელჩასაჭიდს. და ძალიან მესმის დიდ პატივისცემას უდასტურებ ამ ადამიანებს, შრომობენ, აკეთებენ სახელმწიფო საქმეს. ახლა რა შეეხება სასამართლოს? ვინ არის სასამართლო და მოსამართლე, ხო? აი ეს საჯარო რეესტრის უარი ჩვენ შემდეგ შეგვიძლია წავიღოთ სასამართლოში და გავასაჩივროთ სასამართლოში, რომელმაც
50-50-იან ნებისმიერი წარმოება, ხო? არის ზოგიერთი საქმე, სადაც მტკიცებულებებით, ფაბულით, ბევრი გარემოების მიხედვით შეგვიძლია გამჭვრეტოთ წინასწარ საქმე რამდენად წარმატებული იქნება, მაგრამ უხეშად რო ვთქვათ, ესე რომ გავასაშვალოოთ, მაინც 50-50-ია ყოველთვის, ხო? ეხლა მოსამართლე მესამე პირია, მას თავისი ხედვა აქვს, იქ საქმეში რა მტკიცებულებები ამოტივტივდება, არავინ ვიცით, აქედან გამომდინარე ეს რეესტრის უარს თუ გავასაჩივრებთ სასამართლოში, აუცილებლად არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მოვიგებთ. უბრალოდ, რატო შეიძლება რეესტრში წავაგოთ და რატო შეიძლება მერე იგივე საქმე სასამართლოს სამივე ინსტანციაში მოვიგოთ, რაც ხშირია პრაქტიკაში. ვინ არის სასამართლო? მოსამართლე. მოსამართლე ამ შემთხვევაში აღჭურვილია, ასე ვთქვათ, მანტიის საბურველით და მოსამართლე სარგებლობს ისეთი ხელშეუხებლობის და დაცვის ბერკეტებითა და გარანტიებით, რომლებითაც არ სარგებლობს საჯარო რეესტრის რიგითი თანამშრომელი. აქედან გამომდინარე, მოსამართლე ბევრად უფრო თავისუფალი და ლაღი არის გადაწყვეტილების მიღებაში და მოსამართლეს მათ შორის შეუძლია შინაგანი რწმენითაც, აი, მტკიცებულებები არის 50-50-ზე, ხო? 50% სარეგისტრაციოა, 50% არ არის სარეგისტრაციო. მოკლედ, კლასიკური შემთხვევა ჭიქას, საიდანაც გვინდა ყურს იქიდან მოვაბავ. მაგრამ მოსამართლეს ზუსტადაც რომ შეუძლია, საიდანაც უნდა მერე ეს ყური ჭიქას იქიდან მოაბას და ეს დაასაბუთოს იმ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, შეიძლება გადაწყვეტილებაში არ ახსენოს, მაგრამ იხელმძღვანელოს მათ შორის თავისი შინაგანი რწმენითაც, რომელიც საჯარო წარმოებაში ნაკლებად გამოიყენება, მაგრამ ადამიანურ ფაქტორს ვერსად და ვერასდროს ვერ დავემალებ. განსხვავებით საჯარო რეესტრის რეგისტრატორისგან, რომელიც შინაგან რწმენაზე დაფუძნებით გადაწყვეტილების მიღებისას ბევრად უფრო დიდი რისკების და საფრთხეების წინაშე რჩება მარტო. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ გაქვთ მიწის ნაკვეთი, როგორც თავიდან გესაუბრეთ, გაქვთ რაღაც მტკიცებულებები შესაბამისი და ეს ინდივიდუალურ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ქალაქში არსებობის ან მუნიციპალიტეტის შემთხვევაში სხვადასხვა, იქ შენობა ნაგებობის საჭიროება, არ საჭიროება, დოკუმენტის ქონა, არ ქონა, სხვადასხვა მოწესრიგებებია, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ მიწის ნაკვეთი, გინდათ აღიარება და რეესტრმა გითხრათ უარი, არ ნიშნავს ეს, რომ ხელი უნდა ჩაიქნიოთ პირიქით. მთავარი არის, რომ ვადა არ გაუშვათ, აი ვადის გაცოცხლება ადმინისტრაციულ წარმოებაში კი შეიძლება ახლიდან შეიტანთ განცხადებას, წინა განაცხადის კვლევიდან გამომდინარე, თუ ახალი ფაქტობრივი გარემოებები არ გექნებათ დამატებული, რეგისტრატორი მიუთითებს, რომ აი ის წარმოება უკვე დასრულდა, ახალი არაფერი გაქვს წარმოდგენილი და ამიტომ ისევ უარს გეტყვის და ამით გააცოცხლებ ვადას, მაგრამ მოსაკრებელი დრო, ენერგია, ეს ყველაფერი გაუმართლებელი ხარჯია, ამიტომ მთავარი არის ვადის კონტროლი და ეს პრინციპი დაიმახსოვრეთ. რეესტრის უარი არ ნიშნავს იმას, რომ მიწის ნაკვეთს ვეღარ გაიფორმებ. გაქვს სამართლებრივად წინა პირობები, ფაქტობრივად ფლობ, სამართლიანად ფლობ, ასე ვთქვათ, კეთილსინდისიერი მფლობელი ხარ და არა ის, რომ აი გუშინ და გუშინ წინ გაიგე მიწის ნაკვეთს ფლობ და აი მოდი ეგ ლამაზი ტყეა და ჩამოვიჭერ ჩემთვის რაღაც ტორტის გემრიელ ნაჭერს, ასე შემთხვევაში არა. სამართლიან და კეთილსინდისიერ შემთხვევაში, მაშინ რეესტრის უარი არ ნიშნავს იმას, რომ მიწა დაკარგე. პირიქით, რეესტრის უარი ნიშნავს იმას, რომ ხელი-ხელი ჩაკიდებულები რეესტრთან ერთად მივდივართ სასამართლოში. სასამართლო წარმოება თვითონ სახელმწიფო მოსაკრებლის მხრივ არ არის ძვირადღირებული, 104 ლარი დაგიჯდება თავის საკომისიოიანად პირველი ინსტანციის სახელმწიფო ვაჟი, 154 მეორე და 304 მესამე ინსტანციის სასამართლო. თუ პირველივე ინსტანციაში მოიგებთ და მეორე ძალაში დატოვებს, მაშინ თქვენ აღარ მოგიწევთ ვაჟის ფულის გადახდა და რეესტრი თვითონ თავის წარმოების ფარგლებში თვითონ შეიტანს და უკვე თქვენ მოპასუხე გახდებით აპელაციასა და კასაციაში. ანუ უზენაეს სასამართლოში. ადვოკატთან ეს უკვე ინდივიდუალური შეთანხმებაა, ყველა ადვოკატს და ყველა წარმომადგენელს თავისი საჰონორარო მოუდინები და პირობები აქვს. შესაბამისად, დავასკვნათ და დავასრულოთ დღევანდელი ჩანაწერი. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ რეესტრის უარი არ ნიშნავს, რომ მიწა დავკარგეთ. პირიქით, რეესტრის უარი ნიშნავს ბრძოლის ახალ ეტაპს. დროებით.